რა ხდება აქ? ნეტავ კაჭკაჭების დაკრძალვა ხომ არაა? კაჭკაჭები ისევე როგორც ყორანები და ყვავები ეკუთვნიან ყორანისებრთა ოჯახს. ეს ფრინველები წარმოუდგენლად სოციალური არსებები არიან. ბევრ ასპექტში ისინი შეიძლება ჩვენზე უფრო ჭკვიანებიც კი აღმოჩნდნენ. დღეს მოვიყვებით რატომ ფიქრობენ ასე და რა მოხდა ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენები კაჭკაჭის დაკრძალვაზე. ცხოველებში გლოვის განცდის არსებობა და მისი ფორმები აქტიურად განიხილება მეცნიერებისა და ფსიქოლოგების მიერ. ცნობილია, რომ ყორანისებრთა წარმომადგენლები მდაფრად რეაგირებენ მაშინ, როცა კარგავენ თავიანთი გვარის წარმომადგენელს. ისინი იკრიბებიან ჯგუფურად, ხმაურობენ და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემთხვევების 30-40%-ში მკვდარ სხეულთან გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ. ზოგჯერ უბრალოდ კორწნიან მას, ზოგჯერ კი შეიძლება ნადირებად დააკუცმოთვენ. შეიძლება ეს ჩვენთვის ახლა უცნაური იყოს, მაგრამ მარტო გავიზეთ, რომ ადამიანები საყვარელ ადამიანის გარდაცვალებისას მიწაში მყოფისთვის ვიმეტებთ, ზოგი კიდევ კრემაციას მიმართავს. ამის გათვალისწინებით ყორანისებრთა გვარს დაკრძალვის თავისი ტრადიცია აქვს. ყორანისებრთა სპეციალისტმა კაილი სვიტმა ჩაატარა რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი. ერთ-ერთი კვლევის სამიზნე ყვავების ჯგუფი იყო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილას იკვებებოდა. კვლევის არხი მდგომარეობდა შენდებში. სვიტმა მკვდარი ყვავის სხეული დატოვა იმ ადგილას ისე, რომ სხვა ყვავებსაც დაენახათ. მომდევნო 3 დღის განმავლობაში ყვავები იბოჭებოდნენ და არ ჩქარობდნენ საკვებთან მიახლოებას, თითქოს რაღაც ზერიდებოდნენ. მაგრამ საკითხავია, იყო კი ეს რეაქცია ემოციური თუ უბრალოდ ტაქტიკური ნაბიჯი. სვიტმა გადაწყვიტა ამ კითხვაზე პასუხა და ჩაატარა მეორე კვლევა. მან სკანირება გაუკეთა ფრინველისთვის მაშინ, როცა მათ მკვდარ ყვალს აჩვენებდა, რომელსაც ისინი არ იცნობდნენ. დასკვნა არ აღმოჩნდა იმდენად სენტიმენტალური ემოციური რეაქცია არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ გააქტიურდა ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც ნიშნავს, რომ ფრინველები აფასებდნენ სიტუაციას სარფეს კუთხით და არა გლოვის კუთხით. გამოდის, რომ ყვავებს ანუ ქვის გული აქვთ. არა, ეს ნაჩქარავი გადაწყვეტილება იქნებოდა. შესძლო, რომ ნაცნობი ფრინველების დანახვისას მათი რეაქცია სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს ჩვენთან განვისტით განსაკუთრებულად უცნობი ადამიანის გადაცვალების შესახებ როცა გვესმის. ასე რომ დიდი ალბათობით ფრინველების ემოციები უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ჩვენ გვეჩვენება. ერთი რამ კი ნამდვილად არის ცნობილი. ყორანისებრთა გვარის წარმომადგენლები ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან ჭკვიანები. მეცნიერების თქმით, მათი ინტელექტი 7 წლის ბავშვის დონეს უტოლდება. ეს იმიტომ, რომ ყვავების ტვინში დაახლოებით 9 მილიარდი ნეირონია, დაახლოებით იმდენი, რამდენიც მაიმუნებში. თუმცა მათი ნეირონები უფრო კომპაქტურად და უკეთესი კავშირებით არის განლაგებული. მათი ტვინი მსუბუქია, რაც ფრენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნეირონთა მაღალი კავშირი მათ ინტელექტის დონეს, პრიმატების ინტელექტს უახლოვებს. მაგრამ ჭკუასთანაც ისინი ზოგჯერ უცნაურადაც იქცევიან. შეხედეთ ამ ფოტოს, რა ჩანს, თითქოს სიზარმოსით შეფრობილი ყვავი ბუს სულზე ეილნობს. არა, კინამდვილესში ყვავები ბარტყებზე ზრუნავენ. ისინი თავს ესხმიან ყველა მტერს, რომელიც ახლოს მოადგება, მათ შორის მტაცებელ ფრინველებსაც. ზუსტად ეს ხდება ფოტოზეც. მაგრამ მტაცებელი ფრინველები ხშირად უგულებელყოფან ყორანისებრთა თავდასხმას. დაახლოებით 500 გრამიანი ყვავი 6 კილოგრამიან არკივსად კი ესხმის თავს, რაც იგივეა, რომ ზრდასრული ადამიანი ბიზონთან ჩხუბობდეს. ყვავები თავს არ ესხმიან, მხოლოდ არწივებს. ისინი ზოგჯერ ადამიანებს თაშინებენ. ერთ-ერთ ასეთ ისტორიას ყვება იუთუბერი დენიელ რას, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის ყვებოდა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყვავები ძალიან აგრესიულები იყვნენ და ხშირად ესხმოდნენ თავს სტუდენტებს. არა იმიტომ, რომ ისინი სძულდათ. ისინი უბრალოდ ითავდნენ თავს სხვა ფრინველებისგან, მათ შორის ადამიანებისგანაც. ერთხელ რასომ მიტოვა დაჭრილი ბარტყი და გადაწყვიტა, რომ ბარტყი ბიბლიოთეკაში შეეყვანა და კომპიუტერის მეშვეობით მოეძებნა ვეტერინარი. ეს იმ დროის ამბავია, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სმარტფონები. საინტერესოა, რომ როგორც კი დენიელმა ბარტყი აიყვანა და ბიბლიოთეკისკენ წავიდა, მას უკან სხვა ყვავები გაჰყვნენ. ისინი არ შორდებოდნენ მას, სანამ შენობაში არ შევიდა. კვირა დღე იყო, დავით კლინიკები არ მუშაობდნენ, ამის გამო საბრალო ბარტყი ვერ გადარჩა და დენიელ რასოს ტანჯვაც სწორედ მაშინ დაიწყო. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ის კამპუსის მიმდებარედ გამოჩნდებოდა, ბოროტი ყვავებისგან შემდგარი ჯგუფი მუდამ მისდევდა. მართალია ვერ გადავამოწმოთ ჩვენ ამ ამბის სიზუსტეს, მაგრამ ის ნამდვილად გავს სიმართლეს. ყორანისებრთა გვარი მართლაც არის თავდასხმებისაკენ მიდრეკილი განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ბარტყების უსაფრთხოებას ეხება. თუმცა ამის საპირისპიროდ უცნაურია, მაგრამ ყვავები ზოგჯერ ბარტყებს კი არ ითავენ, არამედ ჭამენ. შესაძლოა მათ უბრალოდ საკვების მიღება სურთ, მაშინ როცა მათი მოპოვება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, თუ ისინი ზოგჯერ თავიანთ ბარტყებს ჭამენ, მაშინ რაღაცომ დასდევდნენ დენიელს წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ყვავებს არა მარტო მიხსირებ აქვთ კარგი, არამედ შესანიშნავი უნარი დაიმახსოვრონ ადამიანის სახე ინდივიდუალურად წლების განმავლობაში. პროფესორმა ჯონ მარჟლაფმა და მისმა გუდმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში გადაწყვიტეს 2006 წელს ეს დაემტკიცებინათ.
5 წლის განმავლობაში მკვლელები ირგებდნენ ნიღბებს და ასე იჭერდნენ, აკავებდნენ და შემდეგ უშვებდნენ ფრინველებს კამპუსის 5 სხვადასხვა ადგილზე. რამდენიმე წლის შემდეგ მათ კვლავ მოირგეს იგივე ნიღბები, ასევე სხვა ცნობილი ადამიანების სახეებიც, მაგრეთ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. რომ რეაქცია შეედარებინათ. ფრინველები დიკ ჩეინზე პრაქტიკულად არ რეაგირებდნენ, მაგრამ როგორც კი ის ნიღაბი მოიგეს, რომლებიც ექსპერიმენტის დაწყებისას გამოიყენეს, ყვავები იწყებდნენ ყილოსა და ფრთების ფრთხილს. ამ რეაქციას ავლენდნენ არა მხოლოდ ის ფრინველები, რომლებიც ოდესღაც დაიჭირეს, არამედ ისინიც, რომლებმაც მხოლოდ დაინახეს, როგორ იჭერდნენ სხვებს. დასაწყისში დაახლოებით 20%-ს ჰქონდა მხოლოდ აგრესია ამ ნიღბების მიმართ, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ 5 წლის შემდეგ ამ სახის რეაქციას ჯგუფში 60% ავლენდა. ეს ნიშნავს, რომ ყვავებმა კონკრეტული სახე დაიმახსოვრეს და მისგან საფრთხე გააცნობიერეს. თან ეს ცოდნა უფროსი თაობიდან ახალ თაობას გადასცეს. 2011 წელს კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მართლაც ამერიკელი სამხედროები დაუკავშირდნენ. ისინი ეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა ყვავების მომზადება მტრის ტერიტორიაზე შეღწევათ და ბინ ლადენის მოსწებნად. არ ვიცით რა მოხდა ამ შეკითხვას, მაგრამ ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფრინველების სამხედრო მიზნისთვის გამოყენება სურდათ. ყვავებს მხოლოდ სახებით და მოხსორება და მტრებს შეტავა კი არ შეუძლიათ. მათი გამჭრიახობაც არანაკლებ აღსანიშნავია. თელაოს შენიშნეს ჭკვიანი ყვავი, რომელიც ყურს ყალს შაგდებდა, რათა თევზი მოეზიდა და შემდეგ ნისკარტით დაეჭირა. თო ქალაქში ყვავები იმდენად მოწესრიგებულები არიან, რომ ზებრაზე გადასვლასაც კი სწავლობენ. შთამბეჭდავია, მაგრამ ზოგიერთი ფრინველი კიდევ უფრო მეტად ჭკვიანია. 2018 წელს მაქს პლანკის ინსტიტუტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლოთ ახალ კალედონიაში ცხოვრები ყვავები. მათ აღმოაჩინეს, რომ ყვავებს საკუთარი მიზნებისთვის ინსტრუმენტების დამზადებას და თავსტეხების აწყობაც კი შეუძლიათ. რაც მანამდე მხოლოდ მაიმუნებში იყო შემჩნეული. მათ ეს სრულიად დამოუკიდებლად შეძლეს, ისე რომ მანამდე ეს ნანახიც კი არ ჰქონდათ. ყველაფერი თავად გაიგეს. იმ დროს, როცა ბავშვებს წლები სჭირდებათ, რომ ეს უნარი გამოიმუშაონ, ყვავებმა ზემოთხსენებული უბრალოდ თავად მოიფიქრეს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში 8 ყვავს მისცეს ყუთი, რომელშიც საკვები ჩანთა იყო, მაგრამ მისაღებად საჭირო იყო გრძელი, წვრილი ჯოხი, რომლითაც შეძლებდნენ საკვების მოპოვებას. მათ პირველ ეტაპზე მისცეს საკმარისად გრძელი ჯოხები. ყველა ყვავმა წარმატებით შეასრულა დავალება. შემდეგი ეტაპისთვის მათ მისცეს მოკლე ჯოხები, რომლებითაც საკვებს ვერ ეტყობოდნენ, თუმცა ზოგიერთ ჯოხს ღრუები ჰქონდა და შეიძლებოდა მათი ერთმანეთში ჩასმა. 4 ყვავმა შეძლო ამ ჯოხების ერთმანეთთან დაკავშირება და გრძელი ინსტრუმენტის შექმნა, სრულიად დამოუკიდებლად ყოველგვარი დემონსტრაციის გარეშე. ბოლოს მათ მისცეს კიდევ უფრო მოკლე ნაწილები. ყველა ფრინველიდან მხოლოდ ერთმა სახელად მანგამ წარმატებით დააკავშირა 3 ან 4 ნაწილი და შეძლო საკვების მიღება. ნუ იფიქრებთ, რომ ეს მათთვის მძიმე სამუშაო იყო. 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ინსტრუმენტების შექმნა მათ სიამოვნებას ანიჭებს და მათ ერთგვარი თავშესაქცევია. დაახლოებით იგივეა, რაც ადამიანისთვის ხატვა ან თამაში. კალედონიური ყვავები მხოლოდ ამით არ გამოირჩევიან, მათ ესმით ეს პრინციპიც. როცა სითხის დონის ამაღლება ხდება მასში ჩაგდებული საგნების ხარჯზე. ექსპერიმენტში მათ აჩვენეს ჭურჭელი, წყლით სავსე, რომელშიც ზედაპირზე მიუწვდომელი ხორცის ნაჭერი ტივტივებდა. ყვავებმა გაიგეს, რომ თუ წყალში საგნებს ჩაყრიდნენ, წყლის დონე აიწევდა და ხორცამდე მისვლა გაცილებით მარტივი გახდებოდა. ერთმა განსაკუთრებით ჭკვიანმა ყვავმა სახელად ბეტიმ ავთული მოხარა, რათა ვერტიკალური მილიდან საკვები ამოეღო. მსგავსი ქცევა სხვა ყორანისებრთაშიც იქნა დაფიქსირებული. ტექნოლოგმა ჯოშუა კლაინმა იფიქრა, რომ მათი ინტელექტი შეიძლება საზოგადოების სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული. მას შექმნა ავტომატი, რომელიც არაქ ისაძლევდა იმ ყვავებს, რომლებიც მასში მონეტას ჩააგდებდნენ. კლაინის აზრით, მსგავსი ხრიკით შეიძლება ყვავები ნარჩენების შეგროვებაზე გამოეჭრნათ. სანაცვლოდ კი უგემრიელეს ჯილდოს არაქის მიიღებდნენ ავტომატიდან. მართალია ნიუ-იორკ ტაიმსი დაიჭრა ექსპერიმენტის ისტორიაში, მაგრამ იდეა ნამდვილად იმსახურებს გამოცდას. ყორანისებრთა ინტელექტს სხვადასხვა ფორმით იყენებენ. პერმის მხარის ქალაქ ლისეოში ყვავის სახელად გოშა შთამბეჭდავ გონებრივ შესაძლებლობას ავლენს თავისი პატრონის, ალექსანდრეს მეთვალყურეობით. შეხედეთ, როგორ იღებს გოს საჩუქარს მილიდან. მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ალექსანდრემ ახლად დაქცეული ხე დაინახა. მის თავზე 2 ყვავი ტრიალებდა და ხმამაღლა ჩხავდა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათ მკვდარი ცხოველი იპოვეს, ან რაიმე საფრთხე ემუქრებოდა ყვავის ბახალებს. ქის ტოტებში ალექსანდრემ ბუდი აღმოაჩინა, რომელშიც 2 კვირის ბახალა ისდა. ცხადი იყო, რომ ის 2 ყვავს არ ეკუთვნოდა, თორემ ისინი მას დაეხმარებოდნენ. ამიტომაც ალექსანდრემ იგი სახლში დაიყვანა. მან კონსულტაცია გაიარა ყორანისებრთა ექსპერტთან, რომელმაც ასწავლა როგორ უნდა დაემყარებინა კომუნიკაცია და გაიგო გოშასთვის. დროთა განმავლობაში გოშამ 30-ზე მეტი ბრძანება აითიშა და დღეს შეუძლია ალექსანდრე თამაშიც კი დაამარცხოს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გონებრივი თავსტეხების ამოხსნა ყორანისებრთა ერთადერთი უნარი არ არის. ეს აღმოაჩინა ზაკარი ფრანჩაკმა 2023 წელს. ის ალგონკინის პარკში, კანადაში მის ტბასთან ახლოს სეირნობდა და სადილისთვის შეჩერდა. როდესაც მასთან ერთი ყვავი მიფრინდა, რომელიც აშკარად საკვებით იყო დაინტერესებული.
ყვავი გადაფრინდა ზაკარიდან მის ლურჩანდაზე და შემდეგ მისი გაოცება კიდევ ერთხელ გამოიწვია. ყვავმა უეცრად დაღლებით დაიწყო ყეფა. აღმოჩნდა, რომ ორანისებრნი შესანიშნავად ბადავენ მრავალი სახის ხმას. სავარაუდოა, რომ მიზის ტბასთან მცხოვრებმა ყვავებმა ყეფა ადგილობრივი ძაღლებისგან შეისწავლეს. ყვავები ასევე იმეორებენ ადამიანურ მეტყველებას, როგორც ღვთიყუშები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იაზრებენ ნათქვამს. საქმე იმაშია, რომ ფრინველებს აქვთ სპეციალური ორგანო სირინქსი, ორკამერიანი ხმოვანი აპარატი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მრავალფეროვანი ხმები გამოსცენ. ეს ორგანო მათ სჭირდებათ, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ პარტნიორზე და უმეგობრდნენ სხვა ფრინველებს ან უბრალოდ სენდვიჩები მოიპარონ. ვენის უნივერსიტეტის მეცნიერება დაადგინეს, რომ ყვავებს ემპათიის გამოვლენაც კი შეუძლიათ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ემოციურ ჟესტიკულაციას ავლენენ. როცა ერთი ყვავი უარყოფით ემოციას ავლენს, მეორე მას მსგავსი ემოციით პასუხობს. მსგავსი მოვლენა ადამიანებში შეინიშნება. კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავებს შეუძლიათ ამოიცნონ და იმახსოვრონ საკუთარი გუნდის წევრი. სიცოცხლის პირველი 10 წელი ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ და მათთვის აუცილებელია, რომ გარჩევა შეძლონ ვინ არის მეგობრული და ვინ ტრულად განწყობილი. ვენის მკვლევარები აკვირდებოდნენ 12 ახალგაზრდა ყვავს, რომელიც სხვადასხვა ფრინველთან განსხვავებულად საუბრობდნენ. მეგობრებთან ისინი იყენებდნენ მაღალ ტონს, ხოლო მტრებთან დაბალს. მოგვიანებით ყვავები წყვილებად გადაასახლეს ავსტრიისა და გერმანიის სხვადასხვა რეგიონებში. 3 წლის შემდეგ მეცნიერებმა ჩაწერეს მათ მიერ გამოცემული ხმები და მოასმეინეს წყვილებს. თუ ყვავი იმ მეგობრის ხმას იგებდა, რომელთანაც ადრე ახლოს იყო, მაშინაც კი ამდენი წლის შემდეგ მას მეგობრული ჩხავრით პასუხობდა. მართალია მათი ხმები წლების განმავლობაში ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფრინველებს შეეძლოთ არა უბრალოდ ხმა, არამედ კონკრეტული ინდივიდის ამოცნობაც. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეიძლება ადამიანს დაუახლოვდეს ეს ცნობის მოყვარა და გამორჩეული ფრინველი, მაგრამ შემდეგი ისტორია განსაკუთრებით გამორჩეულია. 2015 წლისთვის 8 წლის გაბი უკვე 60-ზე მეტ საჩუქარს ფლობდა ყვავებისგან. ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა გაბი მხოლოდ 4 წლის იყო. მან ბალახზე შემთხვევით საკვების ნატეხები ჩამოაგდო, რომლებიც ყვავებმა სწრაფად შეჭამეს. როცა გაბიმ და დედამისმა ეს დაინახეს, დაიწყეს ფრინველებისთვის სუფთა წყლის, არაქისისა და სხვა საკვების დადება. საპასუხოდ ყვავები ბრჭყვიალა ნივთებს უტოვებდნენ მას. სუსტად იგივე დაემართა 44 წლის სტიუარტსაც. ის 4 წლის განმავლობაში კვებავდა ყვავების ოჯახს, რომლებიც მის სახლთან ახლოს ბუდობდნენ. ერთხელ მან ბუდიდან გადმოვარდნილი ბარდად კი გადაარჩინა და უკან დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ ბახალას მშობლებს ეს ქმედება თავიდან სულაც არ მოეწონათ. მიუხედავად ამისა, სტიუარტმა ყვავებისგან საჩუქრების მიღება დაიწყო. საჩუქრებს ყვავები იკუტოვებდნენ, სადაც სტიუარტს მათთვის საკვები მიჰქონდა. მან ბევრჯერ მიიღო ყვავებისგან ნაფიქრი და აწყობილი ლამაზი სუვენირი. ის ამბობდა, ეს უბრალოდ გულუხობა არ არის, ეს არის კრეატივი, ეს არის ხელოვნება. ფაქტები აჩვენებს, რომ ისინი სხვადასხვაგვარად ექცევიან ნაცნობებს და ასევე მტრებს. ისინი საჩუქრებს მხოლოდ მათ აძლევენ, ვისაც ენდობიან და იცნობენ. მათ შეიძლება კარგად ესმით, რომ ადამიანებისთვის რაიმე სტატოვება საკვების მიღებასთან ასოცირდება. პრაქტიკულად ეს იგივე პრინციპია, რაც ძაღლების გაწვრთნა სასუნავის გამოყენებით. საინტერესოა ერთ-ერთი ყოველჭკვიანი ყვავის სახელად კანუის ისტორია. მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ბახალა იყო, სხვა ბარტყმა ბუდიდან გადააგდეს, მაგრამ პატარა ბიჭმა იპოვა, იზრუნა მასზე და გაზარდა. როდესაც კანუკ მას დასრულებას მიაღწია, ბიჭმა გადაწყვიტა, რომ ის ისევ ბუნებაში უნდა დაებრუნებინა. ბიჭმა ის გაუშვა. თუმცა კანუკი უკვე იმდენად იყო შეჩეული ადამიანებს, რომ მეზობელს ჯონ ბერგმანთან, რომელთანაც მეგობრობდა, ყოველდღიურად სტუმრობდა. შონი აღფრთოვანებული იყო ამ ურთიერთობით და შექმნა Facebook გვერდის სახელად კანუკი და მე. აქ ის ფოტოებს და ვიდეოებს აზიარებდა. კანუკი განსაკუთრებით გადაცებული იყო ქურდობით, განსაკუთრებით იმ ნივთების მოპარვით, რაც ადამიანებს ნამდვილად არ უყვარდათ. თუ მას რაიმე ნივთს უბრალოდ აძლევდნენ, ის სწრაფად კარგავდა ინტერესს. ერთხელ მან დანადგი მოიპარა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე გამოავლია მთავარი მტკიცებულება, დანაშაულის იარაღი. საბედნიეროდ კანუკმა დანა დააბრუნა და პოლიციამ გადაწყვიტა არ წარედგინა მისთვის ბრალდება მტკიცებულებების დამალვაში. ამ ჭკუამახულმა ყვავმა იმდენად დაიმკვიდრა თავი ქალაქში, რომ ფრენაზე უარი თქვა და გადაადგილების მატარებლით ამჯობინებდა. თავისი თავგადასავლების წყალობით კანუკი ადგილობრივ ვარსკვლავად იქცა და ფეხბურთის მატჩებზე ხალხსაც კი ეზიდავდა. ადამიანებთან მისი დაახლოება აშკარად მის ახალ გატაცებად იქცა, როგორც თავად ადამიანებით, ისევე მათი ნივთებით, მაგრამ ყვავები მხოლოდ ადამიანებთან არ მეგობრობენ. ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა ძველ მტერთან, კატასთან დამეგობრებად კი. 2007 წელს ინტერნეტში შემდეგი ისტორია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ყვავი ზრუნავდა მიტოვებულ კნუტზე. ფრინველი მისთვის ნამდვილი მშობელი გახდა, ყვებავდა, ზრუნავდა მასზე და როდესაც კნუტი გზაზე გადადიოდა, უკმეხა ჩაოდა მის დასაცავად. რა თქმა უნდა, ისინი საათობით ერთად თამაშობდნენ. ერთხელ ყვავს მანქანამ დაარტყა, საბედნიეროდ ის გადარჩა, მაგრამ აღარ გამოჩენილა. მარტოდ დარჩენილი კნუტი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ის გლოვობდა თავისი მფარულის დაკარგვას. კიდევ ერთი შედარებით ნაკლებად სევდიანი ისტორია ყვავისა და კატის მეგობრობაზე ქროუების ოჯახს ეკუთვნის. ქროუების ოჯახმა შეიფარა მიტოვებული ბარტყი, რომელიც ოჯახის უმცროსმა შვილმა იპოვა. ბახალას სახელის დაარქვეს ქეიბელი. მოკლედ ყვავის ბახალა ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიღეს.
მისთვის ფრენა რომ ესწავლებინათ ფეხბურთის მოედანზეც კი მიჰყავდათ და ჰაერში ისროდნენ. რამდენიმე კრახის შემდეგ კრეიბელმა ფრენა მაინც ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავის და ადამიანის მეგობრობაში თამბეჭდავია, კიდევ უფრო გასაოცარია, რომ კრეიბელი განსაკუთრებულად მიეჯაჭვა კატას, სახელად თუთის. თუთი არასდროს ცდილობდა ფრინველებზე ნადირობას. თავის მხრივ კრეიბელი თუთს ახალ მფარველ ანგელოდ მოევლინა. ისინი ხშირად თამაშობდნენ ერთად, რაც ამტკიცებს, რომ მეგობრობა ბიოლოგიური სახეობების საზღვრებს ხვდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყორანისებრნი ძალიან ჭკვიანი არსებები არიან, ემოციურად რთულები, რომლებსაც შეუძლიათ დაიმახსოვრონ არა მხოლოდ ადამიანის ინდივიდები, არამედ სხვა ცოცხალი არსებების და დაამყარონ მათ ამ მჭიდრო კავშირები. ცხოველების ფიქრების განსაზღვრა რთულია და ჩვენ შესაძლოა ზედმეტად ადამიანურ ვთქვათ ქცევას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენი პრიზმიდან ასე ჩანს. ყვავები გლოვობენ ისე, როგორც ადამიანები, როცა ისინი საყვარელ ოჯახის წევრს კარგავენ. თუმცა არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა სხვა სახეობის ცხოველების გლოვობდნენ გარდაცვლილებს. ყველა სახეობა სპილოებიდან და პრიმატებიდან დაწყებული დილფინებით და ვეშპებით დამთავრებული. უცნაურად იქცევა მაშინ, როცა მკვდარ თანამოძმეს ხედავს. ყორანისებრთა მსგავსად მათი ქცევა მერყეობს ცნობის მოყვარეობით შესწავლიდან ღვამის დაგლეჯამდე. ის, რაც ჩვენ გლოვას ვუტყოდეთ, ყველაზე ხშირად თოციურ ცხოველებში გვხდება, რადგან ჯგუფის წევრის სიკვდილი აღღვევს მის სტრუქტურას. მაგალითად, პრიმატები ხშირად რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში ატარებენ მკვდარ სხეულს გლოვის ნიშნად. ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. გამიზიარე შენი აზრი კომენტარებში, რომელიც შემთხვევა მოგეწონა ყველაზე მეტად. შეგახსენებ, რომ არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. ასევე ზარის ღილაკის გააქტიურე, რომ მეტი მსგავსი სიახლე არ გამოგჩეს. მე შემდეგ ვიდეომდა გამშვიდობებით. დროებით.